Ну, რაც შეეხება ყაველაშვილის წერილს, ხო, მე არ ვფიქრობ სიმართლე გითხრათ, რომ ყაველაშვილს წაკითხული აქვს ეს წერილი თვითონ, ну, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ნამდვილად ვერ წაიკითხავდა. Ну, გასაგებია, რომ ეს არის, ესე რომ ვთქვათ, პროპაგანდისტული რგოლის დაწერილი, ესე რომ ვთქვათ, მათი ტვინის ნაჟური, რასაც ქვია. და აქ საინტერესო ის არის, რომ საერთოდ ესეთი პირველი პირები, სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთთან ღია წერილებით არ ურთიერთობენ, ხო? პუტინი და კიმ ჩენ ინიც კი რაღაცნაირად პირად კონტაქტებს აწყობენ მით უმეტეს ამერიკის პრეზიდენტთან, ხო? მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა. ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური ყაველაშვილია, მე მგონი დედამიწის ზურგზე, რომელიც ღია წერილით ესაუბრება ტრამპს, ხო? რაღაც წარმოუდგენელი ნონსენსია თავისთავად. Ну, ეხლა ტექსტზე და შინაარსზე ლაპარაკიც არ ღირს, ეს არის ბოდოა, გასაგებია, შეურაცხყოფელი ბოდოა. ეს არის ურთიერთობის დაალაგების მოლოდინი თუ პირიქით გაფუჭების წინასწრები ტექსტი? Ну, ამერიკასთან ურთიერთობები ესე ამ ფორმით არ ლაგდება, ხო? ეხლა ეს ყველას უნდა ესმოდეს და არა მხოლოდ ამერიკასთან, არც არავისთან. აი, წარმოიდგინეთ, ხო, რა სიტუაციაა დღეს სამყაროში შექმნილი, როდესაც ერთის მხრივ დასავლეთის მხრიდან ჩვენი ხელისუფლება არის სტერილური, ხო, მათთან კონტაქტები არის, ну, მინიმუმის მინიმუმზე დაყვანილი და მაგრამ არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ აი ეს მეორე სამყაროსთან, ხო, რომელსაც ესე რომ ვთქვათ, მოკრძალებულად ალტერნატივათაც კი გვთავაზობენ სახელმწიფო სპიკერები, იქაც არ არის ვთქვათ კარგად საქმე, ხო? აზერბაიჯანი და სომხეთი რაღაცნაირად დასავლეთთანაც ურთიერთობენ, აი იმ სამყაროსთანაც გლობალური სამხრეთი, როგორც ვთქვათ, გლობალური სამხრეთი, აღმოსავლეთი, როგორც გინდათ, ისე დავარქვათ და ჩვენი ხელისუფლება არც იმათ არაფერში არ ჭირდებათ. ეხლა ეს რას ნიშნავს, რასთან გვაქვს საქმე, ხო? საქმე იმაში გახლავთ, რომ ამით სამყარო ამბობს, რომ საქართველოს აღარ არის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ის არის ობიექტი, ანუ ერთგვარი დახლზე დადებული პროდუქტი, რომელიც ვიღაცამ უნდა იყიდოს, ხო? იყიდება უბრალოდ ეს ქვეყანა, ვიღაცამ უნდა იყიდოს, ან ესე რომ ვთქვათ, საპარტნიორო უნდა გაინაწილოს, ხო? პირიქით დახლზეც არდებს, პირიქით ასე ხომ არ ჩანს, რომ ის რაღაც დახსქვემოთა პროდუქტია, რომელიც რაღაც როგორც ეს ვთქვათ, დაწოლილ, დაპაუზებულ მდგომარეობაში, სადაც ფიქრობენ, რომ ახლა მათი აქტიურობის დრო არ არის პლანეტაზე, რაღაც ამ ტიპის შთაბეჭდილებას უფრო ხომ არ ტოვებს. ესე არ არის, მათ ძალიანაც უნდათ აქტიურობა, უბრალოდ თამაშგარე არიან დარჩენილი. ნუ სერიოზულად არ აღიქვავენ, მათ არ აღიქვავენ დამოუკიდებელ სუბიექტად, მოთამაშედ არ აღიქვავენ. თუნდაც მცირედ, ხო, აი როგორც სომხეთს და აზერბაიჯანს. არ აღიქვავენ საერთოდ სუბიექტად. ის მიაჩნია, დასავლეთს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად კონტროლირდება უკვე კრემლიდან და შესაბამისი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული. ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი აკონტროლებს აქ ყველაფერს და რუსეთს უნდა ელაპარაკონ, ეხლა რა თუნდაც ამ პატარა ბიჭებთან საუბარი, ხო? თუ რამე ინტერესი აქვთ, რუსეთთან უნდა შეთანხმდნენ. აი ესეთი მოცემულობაა ეხლა. და შესაბამისად ბუნებრივია ყველა ის უსტარი იქნება თუ ყველა ის ქმედება, რაც აი ამ ხელისუფლებად წოდებული დაჯგუფების, ესე რომ ვთქვათ, მხრიდან კეთდება, ეს მიმართულია შიგა აუდიტორიაზე, შიგა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე. ამის შინაარსობრივად პრობლემების გადამწყვეტები ისინი არ არიან, ბუნებრივია, ამიტომ აწყობილი აქვთ ყველაფერი აი ამ პროპაგანდისტულ ხაზზე, ხო? Deep State. ამ პროპაგანდისტულ ხაზზე, რომელიც აგრეთვე არის რუსეთის ინსტრუქციების და რუსეთის შპარგალკებით ესე ფორმირებული, ხო? რომ ტრამპიც ამის ნაწილია პრინციპში დღევანდელი უკვე შიდა აუდიტორიისთვის გაკუთვნილი წერილით ითქვა, რომ ისიც ვერ აღწევს თავს ამ ღრმა ბიუროკრატიას. ნუ ეს არის პრევენციული და ეხლა თქვენ ბოლო ორ კვირაში შეგიძლიათ ნახოთ, ხო, აი დუგინი, ხო? დუგინი აყალიბებს ამ რუსულ აი ამ ველიკოძირჟაულ იდეოლოგიურ ხაზს. ისე ზუსტად იგივე ტექსტია რა, რით განსხვავდება? თქვენ ვერ იპოვით ისიც იმედ გაცრუებულია ტრამპით, რომ აი ესე რომ ჩვენ გვეგონა და ესე არ აღმოჩნდა და აი შემდეგ, ხო?
ეხლა ზოგჯერ ჩვენი ესე რომ ვთქვათ, აი ეს ბიჭები დაასწრებენ ხოლმე, ან ინსტრუქციას მიიღებენ, იმას იტყვიან, ზოგჯერ რუსეთი დაასწრებს და ერთად კონკურენტები არიან, მოკლედ ჩვენი კი ბატონო, რა არის ამის მიზანი? ეხლა არის პერიოდი, როცა მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციაზე გაიგზავნა ანგარიში, იქ რადიო თავისუფლების ცნობით არ მიიჩნიეს ეს დამაკმაყოფილებლად, მოკლედ ამ თემის განხილვა შემოდის დღის წესრიგში. დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 51% ფიქრობს, რომ ეს ოცნების და ივანიშვილის, ასე ვთქვათ, დამსახურება იქნება თუ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. აი ეს არის თუ არა პროპაგანდის კარგად მუშაობის შედეგად აღიქვამთ ამ 51%-ს თუ პირიქით აღიქვამთ, რომ ასე ვთქვათ, ეს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ხელისუფლება და ივანიშვილი მიიჩნიონ ამ დანაკარგის ამ ერთ-ერთი მთავარი სიკეთის დანაკარგის ავტორად. აქ მე მგონი ეს საკითხი ყველას კარგად ესმის, ხო, რაც არ უნდა ესე რომ ვთქვათ აპოლიტიკური იყოს, ხო, ეს ცუდი ტერმინია, მაგრამ ამ ტერმინს გამოვიყენებ ადამიანებს, მეცაც გეტყვით, ვინც ამბობს, რომ არ არის ქართული ოცნების ბრალი, ისიც გულში ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ბრალია, ხო? ეს ყველა მიცის, ამაზე ყველა შეთანხმებულია. პრობლემა ამ ხრივ, ხო, ანუ ამ ხრივ ხელისუფლება დელეგიტიმიზირებულია, მას ლეგიტიმაცია ამ თემასთან დაკავშირებით აღარ აქვს, მაგრამ ის დგას ჩვენ ახლა ბოლოს საუბარი ქონდა იქ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ თქვენთან, ხო და ერთ-ერთი ესეც იყო, რომ ის დგას ოპოზიციის სისუსტეზე. ხელისუფლებას რეალურად აღარ აქვს არანაირი საყრდენი ამ საზოგადოებაში, ხო და მით უმეტეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, შეჩერება, ხო, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასი დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენ ვიცით რა ხდება დღეს, რამდენი ოჯახის ესე რომ ვთქვათ, კეთილდღეობა მეტნაკლები თუნდაც წირი არის უზრუნველყოფილი საზღვარგარეთ მომუშავე ადამიანების მხრიდან, ანუ ჩვენ საქმე გვაქვს ბევრად უფრო დიდ პრობლემასთან, ვიდრე საკუთრივ რაღაც ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილო იყოს. აი ის ფსევდოპატრიოტებიც კი, ვინც აი გულზე ჯიხს რო იკრავენ, ხო და სადღეგრძელოში რო აღჩობენ ქვეყნის სიყვარულს, ხო? მე ქართული ოცნების აი ამ ესე რომ ვთქვათ, მოღვაწეებს, ეგრეთ წოდებულ მოღვაწეებს, რომლებიც უყურებენ ქვეყანა რა დღეშია და პატრიოტებად ასაღებენ თავს სახში თუ გარეთ, ხო, ესენი არიან ადამიანები, აი ჯიგრები, სუფრებზე როზიან და საქართველოს სადღეგრძელოს მართლა იმაში ღვინოში რო აღჩობენ, აი ეს ხალხია, ხო და იქიდან გამოსულები მერე თავპირს ალეწავენ იმას დამლაგებლიდან დაწყებული ყველას, ხო? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აი შუახნის ოცნება და ოცნების მხარდამჭერები ძირითადად ამასაკის ხალხია, ხო? შუახნის და შუახანი პლუს, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ისინი როგორ ექცევიან საკუთარი შვილების თაობას და ყოველდღე უყურებთ ჩვენ ამას. ეს არის პოლიტიკური პედოფილია, როგორც ისინი იქცევიან. არა მხოლოდ პოლიტიკური, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ პედოფილიის ფაქტებს ხედავთ ჩვენ პოლიციელების მხრიდან. მათ შორის, ხო, ისეთი უწმაწური ლექსიკით ელაპარაკებიან, მათ შორის არასრულწლოვან გოგონებს. ასე რომ აქ ყველაფერი ცხადია, ხო? სხვა საკითხია, რომ აი ალტერნატივის ფორმირების ხო და აი თქვენ თქვით ოპოზიციაზე დგასო და თან თქვით რომ ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება უვიზოს დაკარგვა. ანუ რა ტიპის ეს ვთქვათ რამდენის ტვირთის ზიდვა შეუძლია ოპოზიციას ეს ვთქვათ მინუსებში რომ ამ ტიპის ჰუმანიტარული კატასტროფები და ბევრი რამ ოცნებამ გადაიტანოს მათი ზურგით. ნუ რა არის იცით, როდესაც ხალხში გროვდება ეს ნეგატიური მუხტი ხელისუფლების მიმართ, ხო? და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ ძირითადად ყველა ქვეყანაში მაინც კონფორმიზმით არის დაავადებული, ხო? ესე ცვლილებებზე რომ დათანხმდეს და აქტიური რომ გააქტიურდეს ცვლილებების სასარგებლოდ, ხო? მას აუცილებლად ჭირდება ლიდერი, ხო? აი ამ ენერგიას, ამ ნეგატიურ ენერგიას ხელისუფლების წინააღმდეგ
ჭირდება კაპიტალიზაცია. შესაბამისად ლიდერი ჭირდება, რომელსაც ენდობიან, რომელსაც პატივსცემენ, რომელიც გზას აჩვენებს და საბოლოო ჯამში ამ კონფორმისტული გარსიდან გამოდის საზოგადოება. და ბიძინა ამიტომ მთელ თავის ენერგიას ახმარს დღეს, აი ხო ხედავთ ისტერიულად რას აკეთებს, ხო? გუდავს პოლიტიკურ ოპოზიციას, ამას ვისაუბრეთ ჩვენ. გუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ანუ ლიდერებს ჩანასახშივე ანადგურებს, აი პოტენციურ ლიდერებს, ხო? თუნდაც სუსტებს, ხო? ანუ ელემენტარულ გაძლიერების რესურს არ იძლევა. რა თქმა უნდა და ბევრ ამას აკეთებენ პრევენტულად. აი ესეთი მოცემულობაა და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია იმდენად ხელისუფლებასთან, ასე რომ ვთქვათ, სტრატეგიის, ხელისუფლების წინააღმდეგ სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავებით კი არის დაკავებული, ხო? უფრო ერთმანეთთან საქმეების გარჩევით და ასე შემდეგ, როდესაც საკამათო ბევრი არაფერი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ არის სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მთელ ოპოზიციას აერთიანებს, გრძელვადიანი განვითარების ინტერესი ქვეყნის, ხო? ეს რა არის? ეს არის ევროპულ გზაზე დაბრუნება, ეს არის რიგარეში არჩევნები, ეს არის ინდის პატიმრების გათავისუფლება. ამ საკითხებზე ყველა თანხმდება. შესაბამისად, ოპოზიციას ოდნავი სიბრძნე რო კონდეს, ის იფიქრებდა იმაზე და იზრუნებდა იმაზე, რომ გამოეყენებინა ეს აქტივი, ხო, რაც აერთიანებთ და არა ის რაც ყოფთ. და მთელი თავისი რესურსი ეხა ჩადეს იმაში, ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა თუ არ უნდა მიიღონ. რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნების დღის შემდეგ და ეს არის დედლაინი ბიძინა ივანიშვილისთვის, როდესაც ყველაფერი მიწასთან უნდა კონდეს გასწორებული, ხო? ამის შემდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. და დღეს ხიდების დაწვის ნაცვლად, კი ბატონო, თუნდაც იყოს სერიოზული წინააღმდეგობა, სერიოზული, ესე რომ ვთქვათ, რაღაც დაპირისპირება, ხო, უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რას ვაკეთებთ ყველა ერთად, მონაწილეებით და არ მონაწილეებით 5 ოქტომბრიდან. აი, ეს უნდა იყოს ამოცანა. და არა ის რომ აი სულ ამ კინკლაობაში და ვინ უფრო მორალური პედესტალიდან სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ხო? არა ხართ ბატონებო, არც ერთი არა ხართ მაგრამ ანგელოზი რა. და არ გვინდა ეს რაღაცა მორალური კატეგორიებით საუბარი. მარტო მორალზე არ დგას პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნიშნელოვანესია, მაგრამ ცივი გონების გარეშე, ხო? ნუ გააცინებთ ბიზნეს რა, დაგცინით ყოველდღე რა. დაგცინით გეუბნებით მე თქვენ, ისე იქცევით. ბატონ გია, თავად ოცნების წიაღში ის რაც გარეთ ჩანს, ამით რაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ერთადერთი ეხლა რაც იყო, ეს იყო გადანაცვლება სუსის უფროსად დინარაძის წასვლა და ოხანაშვილის, ესე ვთქვათ, კობახიძის ახლო წრეში რაღაც მრჩევლად გადანაცვლება. აქვს თუ არა ახლა ივანიშვილს, ესე ვთქვათ, სათადარიგოს კამი, ემანდან ერთიან მეორეზე რომ გაბრაზდეს? არ ჭირდება, აი ჩვენ აი მუდმივად საუბრობთ რაღაც იმაზე, ხო, რომ აი სათადარიგოს კამებზე და ამ შემდეგ. ქართული ოცნება ეს არ არის პარტია, ხო? ეს არის რელიგია, სექტა ერთგვარი, ხო? ერთი მონოთეისტური სექტა, ერთი ღმერთით და დარჩენი ყველა არის მრევლი. აი რო წარმოიდგინოთ, რომ ბიძინამ ეხა აი ქართულ ოცნებაში ვინც არის დღეს, ყველა რო სახში გაყაროს და ქუჩიდან ძველი ბიჭები და ნარკომანები რო შემოყაროს იმათ ნაცვლად, ხო? გუში ვიხილეთ საიზღარე კადრები, ხო? რა შეიცვლება? არაფერი არ შეიცვლება. ქართული ოცნება არის ერთი ადამიანი, მეტი არავინ არ არის, ხო? ანუ ეს არის სექტა. ჩვენ ეხა ნარკოდამოკიდებულების სტიგმატიზებაზე წერდა ბევრი, სხვათა შორის არჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც და მინდა უბრალოდ მაინც შემეხსენებინა, როცა ნარკომანებს ასე ახსენეთ. იყო ამაზე ნარკოდამოკიდებულების სტიგმატიზება ხდება, აი ქუჩის ბიჭები და ნარკომანების შეყრა როცა ახსენეთ, თქვათ, კი ბატონო, გააგრძელეთ უბრალოდ. ეხა დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უნდა ითქვას, ხო, მე ნარკომანებს კრინობითად კი არ საუბრობ, ხო, ბევრი მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ბევრს თანაუგრძნობ, იმიტომ რომ ვერ იშორებს ამ დამოკიდებულებას, მაგრამ როგორ იყენებს ამ ხალხს ხელისუფალი არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, არ გვინახავს. აი ამ ვითომ ძველ ბიჭებს, ხო, უბნის ბიჭებს, სინამდვილეში პოლიციის ნასეტკებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ნარკოდამოკიდებულებს რა
სტიგმატიზება რა შუაში არ ხდება ესე? კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მოწყვლადი არიან. ბატონო, მოკეთ სათადარიგო სკამი მას არ სჭირდება, ეს მთელი მისი მრევლი, როგორც თქვენ ამბობთ, პოლიტიკური მრევლი არის პოტენციურად ჩამნაცვლებელი თუ ამის საჭიროება დადგა. რა თქმა უნდა, კაცო, ვისაც უნდა მოიყვანს, კაცო, ხო, ეხა რეჟიმი ესე მუშაობს, რეჟიმი ესე რომ ვთქვათ, არის პიროვნების კულტზე დამყარებული. და პიროვნების და ეს უკვე პიროვნების კულტიც არ არის, იმიტომ რომ პიროვნების უფრო მეტია, პიროვნების კულტზე მეტია, რატომ? იმიტომ რომ პიროვნების კულტი ქვია სიტუაციას, როდესაც ქვეყნის მმართველი არის ინსტიტუციონალიზებული. პიროვნების კულტია რუსეთში პუტინის სახით, სტალინის კულტი იყო, ხო, იქ ჩინეთში იყო, იქ იყო, აქ იყო. იყო პიროვნების კულტი, მაგრამ ჩვენ გვყავს არაინსტიტუციონალიზებული ქვეყნის მმართველი, რომელიც არსად არ არის და თან ყველგან არის, ხო? ეს ხო ესე რომ რელიგიური მანტრაა. ღმერთის განმარტებაა ესეთი, ხო? ღმერთი ხო ყველგან არის და არსად არ არის. ესეთია ბიძინა. და მისი ნება, ესე რომ ვთქვათ, ყოვლის მომცველი, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ რაღაც სათადარიგო სკამზე, რაღაც შიგა დაძაბულობაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს საერთოდ არ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იქ ეზიზღებათ ერთმანეთი და ერთმანეთს ჭამენ მეფის კარზე და ღმერთის კარზე და 1000 სიბინძურეს აწერენ ხელს ერთმანეთთან მიმართებაში, ხო? საკუთარ შვილებს გიჟებს ეძახიან, ოღონდ ამბობ, ეს ესეთი ხალხია, ხო? ესე რომ ვთქვათ, ყოვლად ამორალური, მაგრამ არ არის ეს ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფოებრივად. იმიტომ რომ ერთი კაცია ოცნება, მეტი არავინ არ არის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ.